ხალხს უკვირს აი საიდან იცოდია. მე როდის გითხარით, გალბატონო თეკლა, თქვენს მაყურებელსაც, რომ საქართველოს აი ამ წლის განმავლობაში მოუწევს მეთქი, უნდა თუ არა ჩვენ ხელისუფლებას და ჩვენს ელიტებს ბჭყალებში, მოუწევს მეთქი წლის ბოლომდე გარკვევა და ასე ვთქვათ, თვითგამორკვევა თუ რა მიმართულებით მიდის ის საგარეო ვექტორის მიხედვით და აი ხედავთ სწორედ ამ პროცესებს ხედავთ უკვე დადგა დღეს თანადროებით დგება და უკვე დადგა ეს მომენტი სადაც აშშ-მ საქართველოს დააყენა ამ ხისტი მოთხოვნის წინაშე თუ კი თქვენ გინდათ ურთიერთობების გადატვირთვა და ის სტრატეგიული ურთიერთობა ამერიკასთან მაშინ უნდა შეასრულოთ ეს და ეს და ახლა მაგას კონკრეტულად რა მოთხოვა აშშ-მ საქართველოს მოგითხრათ სიმართლე დიდი მნიშვნელობა არც აქვს რა მნიშვნელობა აქვს იმას რომ ალბათ საქართველოს მთავრობამ როგორც თქვით და როგორც ამას ვარაუდობდით გააკეთა უკვე თავისი გეოპოლიტიკური არჩევანი და ეს არჩევანი დიპლომატიურ ასე ვთქვათ ენაზე რო ვთქვათ არის მიტმასუნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან როგორც სოფლიო ჰეგემონთან მაგრამ სამწუხაროდ როგორც ჩამავალ ჰეგემონთან და ამას ვერ ხვდება ჩვენი პოლიტიკური ელიტა, იმიტომ რომ მათ ელემენტარულად არ გააჩნიათ კომპეტენცია, არ გააჩნიათ არც უდნა და არც იმისი ანალიზის უნარი, თუ რა იქნება 1, 2, 3 და თუნდაც მithumetes 5 და 10 წლის მერე. ანუ მათ აქვს პოლიტიკური სიბეცე, ისინი უყურებენ მხოლოდ დღევანდელ და ხვალინდელ დღეს და ალბათ თავისი საკუთარი ტყავის გადარჩენაზე ზრუნავენ უფრო თავისი, ასე ვთქვათ, ძალაუფლების მაქსიმალურ შენარჩუნებაზე, ამ მეხანიზმად გაკაჩონ, მაგრამ ეს მათ არ უშველით, რაც შეეხება იმას თუ კონკრეტულად რა შეიძლება მოეთხოვა ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს. კობა ნახე, აქ ამაზე დასკვნების გაკეთება შედარებით იოლი იქნება შენთვის უკვე საქართველოსთან როგორი გამოხმაურებები არის ამის მიხედვით, ხო? მე ჯერ გავაკეთებ ასე ვთქვათ, ჩემს კომენტარს იმასთან დაკავშირებით უკვე რა სიგნალი და რა მესიჯი გააგზავნა საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს იყო ბატონი გულბაათ ცხილაძის დაკავება. ეს იყო პირდაპირ ასე ვთქვათ მესიჯი გაგზავნილი აშშ-ს მიმართ, რომ აი ჩვენ თქვენი ვართ და მოდით და რაც გინდათ ის გვიქენით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ანუ იმ ადამიანებსაც კი, ვიდაც აქამდე შეიძლება საქართველოში პირიქით თუ კი საქართველოს ოცნება თვითონ მოვიდა გარკვეულ პერიოდში ხო არჩევნების ბოლო არჩევნებში რაც იყო მათი დაპირება რუსეთთან დალაგება ბჭყალებში ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი მათგანი ვინაც აი ამ რუსეთთან დალაგებას ბჭყალებში ასე ვთქვათ ემსახურებოდა ღიად და ყოველგვარი ასე ვთქვათ რაღაც კონსპირაციების და აგენტურული საქმიანობის გარეშე არამედ საკუთრ არასამთავრობო ორგანიზაციის ფარგლებში და მათ შორის რუსოფობიის წინააღმდეგ ჩამოყალიბების ჩამოყალიბების ასე ვთქვათ გზით დაიჭირეს ასე ვთქვათ საჩვენებლად და საჩვენებლად მოხდა აი ამ ადამიანის ასე ვთქვათ გაწირვა ну შეწირეს მსხვერპლად ამერიკასთან და ამერიკის deep state-თან დალაგებას ბჭყალებში იმიტომ რომ რაღაცა ჩვენი მთავრობა ბჭყალებში ასე მთავრობა ამ ბოლო დროს აღარ ახსენებს აი ამ სიტყვას deep state, ხო? და ბოლოს აღარ გამიგონია, ადრეულ საუბრობდნენ, მაგრამ ალბათ უკვე იმ ფაქტს შეეგუენო ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი deep state-ი, ასე ვთქვათ, ინარჩუნებს თავის ძალაუფლებას როგორც ევროპაში და საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს აი ამ deep state-თან არანჟირება, რათა გაიხანგრძლივოს თავისი მმართველობა ქვეყნის შიგნით, ხო? აი ეს არის ერთადერთი, რადგან ისინი ფიქრობენ, ისინი არ ფიქრობენ საქართველოს სტრატეგიულ მომავალზე, ისინი არ ფიქრობენ საქართველოს ღირსებაზე, როგორც ამას ბატონი კობახიძე გვახსოვს თავს, ისინი არ ფიქრობენ საქართველოს ხვალინდელ დღესზე, საქართველოს სუვერენიტეტზე. ის რაც გავიგონეთ და მოვისმინეთ მარკო რუბიოს პირიდან არის სრული, ასე ვთქვათ, წერტილის დასმა და სრულიად ასე ვთქვათ წერტილის დასმა კი არა, როგორ ვთქვათ, აბა, იცი, ბოლო რუსმის ჩაჭედება საქართველოს სუვერენიტეტში თუ კი ასეთი საერთოდ არსებობდა ბოლო წლების განმავლობაში, ხო? როდესაც აბაშშ-ს სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ მათი მოთხოვნით საქართველოს მოუწევს და საქართველოს იცვლის და უკვე შეიცვალა ტრაექტორია იმდინარეობა, ანუ საქართველოს სუვერენულად და თვითონ თავის ინტერესებიდან გამომდინარე კი არ ცვლის თავის ტრაექტორიას და თავის მოქმედებას და ქმედებას ზოგადად, არამედ გარე ძალის მოთხოვნის შესაბამისად და ეს გარე ძალა არის შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს პრინციპში ფაქტიურად უარი თქვა თავის
სუვერენულ ინტერესებზე და გაუწვა, ესე ვთქვათ, საქართველოს რა ოცნების მთავრობა და კობახიძის მთავრობა გაუწვა, რასაც ქვია ამერიკის შეერთებულ შტატებს, რაც კიდე ეს გვიქენიურა და ნუ ხა უშვება ამერიკა რასაც უნდა იმას. და რაც შეეხება ახლა ესეთი პატრიოტების ბედს როგორც არის ბატონი გულბაათ რცხილაძე, რომელიც რა თქმა უნდა აპიროვნება რომელსაც გააჩნია თავისი შეხედულება და თავისი მოსაზრება საქართველოს მოვალთან დაკავშირებით და საქართველოს საგარეო კურსთან და ორიენტაციასთან დაკავშირებით. ნუ ალბათ გულბაათმა იცოდა რა რისკებს შეიცავდა მისი მოღვაწეობა საქართველოს ტერიტორიაზე და მიუხედავად ამისა ის აკეთებდა იმ საქმეს, რომელიც მას მიაჩნდა, რომ ეს არის საჭირო და ეს არის საქართველოსთვის აუცილებელი და მე სწორედ ამას უწოდებ პატრიოტიზმს. მე სწორედ ამას უწოდებ თავგანწირვას საქართველოსთვის და სწორედ ამას უწოდებ ვაჟკაცობას კიდევ ერთხელ. იმიტომ ის მზად იყო ნებისმიერ მომენტში მისთვის შეიძლება მისთვის ესეთი მზაკრობა და მუხანათობა გააკეთებინათ და გააკეთეს კიდევაც საბოლოო ჯამში. თუმცა მადლობა უნდა უთხრათ ალბათ რაღაცა დოზით ხელისუფალთ და მთავრობას რო არ მოკლეს მაგალითად როგორც არაერთხელ არ მოაკვლევინეს როგორც არაერთხელ აი რომელი ერთი გავიხსენოთ აბა სულ ბოლო შემთხვევიდან ლაზარე რო გავიხსენოთ ხო რომელიც გაურკვეველ შემთხვევაში გაურკვეველ პირობებში არის გარდაცვლილი ესეც შეიძლება მოეწყოთ პრინციპში მაგრამ ეს იქნებოდა უფრო ესეთი რა კონსპირაციული რომ კიდე გაურკვეველი იქნებოდა ვინ მოკლა, რატო მოკლა, თავი მოიკლა სიტყოდენ სისულელებს. ახლა დაჭერა და დაბრალება რო არის უცხოეთის აგენტი და ორი ქვეყნის აგენტი, ეს არის პირდაპირი მესიჯი, რომ პოლიტიკური მესიჯი და ის რომ აი ვის ხარეს და ვის ასე რომ ვთქვათ ვის უძურება ერთ ადგილას საქართველოს აი ესე ვიტყოდი არაკორექტულად ალბათ მაგრამ ნუ ესე ახლა თქვა ახლა შეძრობა ქვია მაგას და პრინციპში ის ფუნქცია რაც ქონდა გულბაათის მიერ დაარსებულ ორგანიზაციას რომელსაც ქვია რუსოფობიის გამოვლენა ხო ფაქტიურად ბევრი მუშაობა არც დაჭირდა უბრალოდ ამის აი ამ ორგანიზაციის დაარსებით უკვე მიაღწია გულბაათ რცხილაძემ 100%-იან შედეგზე გავიდა და ყველაზე მაქსიმუმს მიაღწია, იმით რომ მან გამოააშკარავა თუ სად არის საქართველოში რუსოფობია და ყველაზე მთავარი რუსოფობი ვინ არის საქართველოში და რუსოფობები, ხო? და ჩამოხსნა ნიღაბი აი ამ ოცნების ხელისუფლებას, რომელიც აქამდე ვითომ ლავირებდა, ვითომ ესე იგი რაღაცა ყველასთან უნდა დალაგება და მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის დალაგება და ომი არ უნდა და ასე შემდეგ. და ეს ნიღაბი ჩამოხსნა მან ოცნების მთავრობას გულბაათმა, იმით რომ დაიჭირეს გულბაათი და გაირკვა ვინ არის რუსოფობი და რუსოფობია საიდან მომდინარეობს და საქართველოში ვინ არის თავარი რუსოფობები. ესენი არიან ჩვენი ერწოდებული ხელისუფალნი და რა თქმა უნდა ამას ექნება თავისი შედეგები, თავისი ასე ვთქვათ consequences ხო შედეგები რომლებიც არც თუ ისე სახარბიელო არის ჩვენთვის ქართველთათვის და საქართველოსთვის თორე ახლა ესენი როგორც 21 წელში გაიქცა ესა რა ქვია მას მენშევიკევის მთავრობა პრინციპში რაღაც მომენტში სადღაც ესენიც გაიქცევიან რა მაგრამ რო გაიქცევიან ფაქტი არის იმიტომ რომ ამათმა აი ოცნების სასტავმა რო ვთქვათ აი სასტავი რო ვთქვათ რა მაგათი მთავრობებიც ვიდაც ახლა მთავრობას წარმოადგენს ხო და ვინც ჯერ კიდევ ერთ უნდა დაიჭირეს თავის შიგნით აი ღარიბაშვილი რო გამოვრიცხოთ ის დაჭერილი ყავთ და დაჭერილი კაცი სადაც აზოს არ ვიტყვი თუ ეს ღარიბაშვილზე ბევრი კაი რამე გაკეთებული მაგრამ აი ვინც ახლა არის ხო ჩვენი ქვეყნის მთავრობასაც წარმოადგენს ხო მათ ამერიკელებიც კი რაცა უნდა გააკეთონ რაცა უნდა გულბაათის ნაირი ბევრი არა საქართველოში მაგრამ ყველა კიდევ ბარე ორი რო დაიჭირონ და ასე შემდეგ მათ არ აქვთ ნდობა და თუ კი ამერიკის შეერთებული შტატები დაინახავს რომ აი საქართველოს ბრუნდება ამერიკის ორბიტაზე და ისვრის ტრაექტორიას მაშინ რატომ უნდა გააკეთოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი ფსონი რატომ უნდა ჩამოვიდეს ისევ და ისევ ქართულ ოცნებაზე რომელმაც თავი
წარმოაჩინე ამერიკის პერსპექტივიდან ვსაუბრობ ახლა, ხო? ამერიკის პერსპექტივა ქართულმა ოცნებამ ბოლო წლებში თავი წარმოაჩინა როგორც არასაიმედო პარტნიორმა, რომელმაც არ შეასრულა ის დავალებები, რომელიც თავის დროზე მიიღეს ომის მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, რომელმაც ითამაშა იქ გარკვეული საეჭვო თამაშები ირანთან მიმართებაში და ირანის დროში საფრთხე მარტო არ იყო იქ ირანში ვიზიტები და ირანთან დაახლოება და ასეთი აქეთ-იქით თამაშები და ასეთი ერთი ადგილის ქიცინი აქეთ-იქით. აი ამას ყველაფერს დამახსოვრებული აქვს რუბიოსაც და ტრამპსაც და ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასაც და თუ კი ესე იგი საქართველოს ელიტა მზად იქნება რომ ისინი ჩვენ გახდნენ ამერიკის აბსოლუტური დაბრუნდნენ ისევ ვთქვათ ისევ გახდნენ 100%-იანი ვასალები, მაშინ აი ამ ვასალის სამართავად ადგილზე აშშ ალბათ შეაქცევს უფრო ასე ვთქვათ მათთვის საიმედო და უფრო გამოცდილ კადრებს, რომლებიც 100%-ით ასე ვთქვათ იქნებიან ამერიკის ერთგულნი, რაც უნდა მოხდეს სოფლიოში, ხო? და ამას ვერ ხდება ჩვენი ეს ქართული ოცნება და ძალიან ცუდია თუ ვერ ხდება, მაგრამ ნუ მათი შედეგი იქნება მათთვის სავალალო. მკობა ამ თემაზე რადგან მოვედით, მოდი ესე გკითხავ მაშინ. ხომ არ ვიხილავთ კიდევ ერთ ნაცქოცურ კოჰაბიტაციას, რადგან ჯერ იყო ერთი თვით ადრე სანამ ბატონ გულბაძს დაიჭერდნენ დაიწყო ყველა ტელევიზიებმა, მათ შორის TV იმედმაც, დაიწყო ნარატივი და ტექსტები, რუსოფობია, რუსეთუმეები, ისევე ეს ტექსტები დაიწყეს, განწყობები საზოგადოებაში შექმნა, ერთი თვის თავზე მერე უკვე მოყვა ბატონი გულბაათის დაკავება, მანამდე საუბრობდნენ ამერიკასთან სურვილი ჰქონდათ, რომ გადაეტვირთათ ურთიერთობები და ეხლა ხდება როგორი რაღაც 4 ოქტომბრის საქმეზე, როდესაც პრეზიდენტის სასახლის ეზოში შეჭრა მოხდა, მაგ საქმეზე დაკავებული ხალხი სულ ყველა გამოუშვეს ციხიდან. და ხო არ უნდა ვიხილოთ კიდევ ერთი კოჰაბიტაცია და ან ჩანაცვლება, სახეების ჩანაცვლება ხო არ მოხდება, დარჩება ოცნება და რეალურად მათ უკან ნაცები იქნებიან და ნაცების ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების სახეები წამოვლენ უკვე პოლიტიკურად წინ. ხო არ უნდა ველოდეთ ამ ყველაფერს. ეკლა კოჰაბიტაცია ამ ხალხს შორის არასოდეს არ დამთავრებულა. თვალნათლივად ჩანს ამ კუთხით ვამბობ რაც და თვალნათლივად ვიღაცები დაიჭირეს რაღაცა ვიღაც გაბითურებული და გაუბედურებული. ყობა, გოდიში რა მიკროფონთან ეთყობა ხელი გაგვსმიდებული და ცოტა ცუდად ისმის ხმა. აი ეს რომ ვიღაცის დასანახად ვიღაცები ვიღაც არის ასე იგი პაიკის როლის შემსრულებელი ახალგაზრდები თუ ბავშვები დაიჭირეს და მეათე ხარისხოვანი ფიგურები რომელიც სათო არც სახელი რაც გვარი არ არის ეს ანიშნავს რომ ისინი რაღაც მომენტში ებრძოდნენ კოჰაბიტაციას და გამოვიდნენ კოჰაბიტაციის რეჟიმიდან. არა ეს იყო უკვე ხალხისთვის დადგმული რაღაცა ესე იგი ვქოთ. ხალხის დასანახად გაკეთებული მორიგი სპექტაკლი, მაგრამ ელიტები, რომლებსაც წარმოადგენენ ნაციონალურ მოძრაობის, ასე ვთქვათ, კადრები, ვინაც რეალურად ფლობს ქონებებს, წილებს ბიზნესებში და შემდეგ, ის არასოდეს მათ არავინ არ შეხებიათ, ხო? და მთავარი ეს არის, ვინაც ფლობს წარმოების საშუალებებს, ის ფლობს ქვეყანაში და ვინაც ფლობს მასმედიის საშუალებებს, ვინაც ფლობს კაპიტალს და აი ამ კაპიტალიდან შემოდის დიდი თანხები, აი მას შეუძლია აწარმოოს პოლიტიკური მე რაღაც პროცესები, მას შეუძლია აფინანსოს პარტიები, თავის ტელევიზიები ქონდეს, რაც დიდი ეს ექნება რა ქვია ხალხზე გავლენა ამ კუთხით და ამაში არაფერი არ შეცვლილა, ხო, პირიქით ისინი თანამშრომლობდნენ და კიდევ თანამშრომლებენ და ალბათ როგორც ჩვენ თქვი, რაღაც მომენტში შეიძლება ერთმანეთი ჩაანაცვლონ იმ გაგებით რომ მან დეპორტირებულები ოცნებაში ვინაც არიან ისინი მოიყვანონ და ისინი დაასვან ისევ და ვითომ ოცნება არის ხალხის დასანახად ვითომ ესე იგი ოფიციალურად ნაცები არ მოვიდნენ რომ ხალხმა არ ატეხოს ამბავი რომ ისო ნაცები დაგვაჯინოთ თავსივე მაგრამ ფაქტურად ისევე ის ნაცები იქნებიან უბრალოდ ოცნების ქურქში გადაცმულები და პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს ახლა იმას პავლეს დაარქვევ თუ სავლეს თუ კი ის აკეთებს იმ საქმეს რასაც გააკეთებს უცხო ქვეყნის დავალებით ხო ახლა როცა საუბარი აქვს უცხო ქვეყნის აგენტობაზე შენ თუ პირდაპირ იღებ შენ თავზე ვალდებულებას რომ უცხო ქვეყნის ამ შემთხვევაში აშშ-ს ყველა დავალება შეასრულებ მაშინ შენ ვინ ახარ ხო ხარ შენ ხარ რა უცხო ქვეყნის აგენტი კი არა რა ვიცი მთავარი ეს აქტიორი აი ამ ჩვენს საქართველოში და აი ამ კუთხით მათთვის ამერიკული ასე ვთქვათ ამერიკიდან წამოსული ბრძანების სამისად იქნებიან ეს ყოფილი ნაციონალები თუ ახლანდელი აქტიური ნაციონალები კადრები თუ იქნებიან ეს სხვა პარტიის ვთქვათ ნომინალურად წარმოადგენლები ვინაც
რავი, ამდენჯერ გაიყვენ, გამოიყვენ, ამდენჯერ გადავიდნენ, გადმოვიდნენ. პრინციპში საქართველოში მთელი ამ დროის განმავლობაში გვაქვს რა პოლიტიკური ელიტა, რომელიც ჩამოყალიბდა ზვიად გამსახურდიას პუტჩით გაძევების და დამხობის და მკვლელობის, ესე ვთქვათ, შემდეგ და შედეგად პუტჩისტების ხედრიუნელების, ყაჩაღების, ქართველთა მოძულეს ესხლისმელების და მათი შვილების და მათი მომავალი თაობის ვინაც დატოვეს და ვინაც პოლიტიკის გამები თაის გახდა წინაპრებიდან გადმოდის უკვე შვილიდან შვილზე ესე გამოცხადებში ეგრეთ ჩანს. უბრალოდ როდესაც რომის იმპერიაში რომი ჩამოყალიბდა ყაჩაღობის ნიადაგზე და საბინელ ქალთა მუტაცების ასე ვთქვათ აქტის შედეგად რომელიც უშუალოდ თავიდან იყო რა თქმა უნდა კრიმინალური აქტი და ეს რომაელები უკვე ყაჩაღდა ბანდა, მაგრამ უკვე მეორე თაობა, მათი შვილები უკვე განათლებაც მიიღეს რაღაცა, ხო, უკვე გალეგალურდნენ და ისე მოხდა საქართველოში სხვა ლეგალიზებული არის მეორე თაობა და ესენი ყველანი მოდიან საიდან? მოდიან მოქალაქეთა კავშირიდან. მოქალაქეთა კავშირი, მერე გინდა ნაცმოძრაობა დაარქვი, ახლა მერე ოცნება და აი სანამ ამ წრეში ვუნავთ და იქნება როგორც ვიად გამოსაყუდიან თქვა ხო, იქნება 1000 პარტია საქართველოში და ყველა იქნება ერთიო. აი ამ სიტუაციაში ვარ სამწუხაროდ და სამწუხაროდ რა პრინციპში რაც თქვა ბატონმა ზვიადმა იმ რეალობის წინაშე ვართ ბოლო 34 წელია ხო, თუ რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ. და ვერაფერს ანუგეშოს ვერ უყურებთ. უყურებთ საქართველოს სრულ ასე ვთქვათ, მნიშვნელობის დაკარგვა საერთაშორისო არენაზე და უყურებთ იმას თუ როგორ იქცევა საქართველოს სუბიექტიდან თუ კი როდესმე იყო რაკუის სუბიექტურობა ჰქონდა ობიექტად, საერთაშორისო პოლიტიკის ობიექტად, რასაც ის გახდება პაიკი. ახლა ამას უმზადებს ჩვენი დღევანდელი ეგრეთ წოდებული მთავრობა და ელიტა საქართველოს აი ამ ფუნქციას, რომ გადაიქცეს ქვეყანა პაიკად დიდ საჭადრაკოდაბაში, დაფაში. მაგრამ ჩვენ ვთქვით, პაიკები, როგორც პირველები, ისე პირველები ეწერებიან აი ამ დიდ პარტიებს საჭადრაკო თამაშებს სამწუხაროდ. ნუ იგივე გზას დაადგა რეგიონში პაშინიანის სომხეთი და ალბათ საქართველოს აი ამ ერთიან ასე ვთქვათ სამხრეთ რუსეთის პერსპექტივიდან სამხრეთ ფრონტში ეწერება და ჩაეწერება აქედან გამომდინარე ყველა ტრაგიკული შედეგებით, რომელიც ელოდება ჩვენ ქვეყანას. სამწუხაროდ. კობა, რადგან ვახსენეთ მეზობელი რუსეთი, მოდი მაშინ გადავიდეთ სანამ გერმანია შენ ცხოვრობ გერმანიაში და მნიშვნელოვანია იქ მომხდარი ამბები, მაგრამ რადგან აქვე ვახსენეთ, ბარემ კონტექსტნა რომ არა მოვარდეთ დინამიურად რომ გავყვეთ ვისაუბროთ რუსეთის. როგორც შენ წავწვის საჭიროა შემოძირფასო. რუსეთის შენი გადაცემა. რუსეთის საკითხს მივყვეთ. წერილი ღია წერილი გაუგზავნა ზელენსკიმ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს მე როგორც ჩგავიაზრე ეს წერილი ჩემი ნაზრებიდან გამომდინარე არის ხელოვნური გამაღიზიანებელი სპეციალურად აი თითქოს დიპლომატიური, მაგრამ ხელოვნურად გამომწვევი, რომ გამოიწვიოს უფრო მეტი აგრესია. და შემდეგ უკვე დღეს გამვრცელდა ინფორმაცია, როგორ უპასუხა ამას ვლადიმერ პუტინმა, ხო? და მაინტერესებს შენ როგორ შეაფასებ ამ წერილს? რა განწყობები შეგექმნა, როდესაც ეს წერილი წაიგდღე, როგორც პოლიტოლოგმა, როგორც რიგითმა ქართველმა არა? გამახსენდა მოდით აი ლირიკულ გადახვევას გავაკეთებ, ახლა წერილი იყო ლირიკული და ეპისტოლარულ რაღაცა ფორმებში. მაინც ქართველები ვართ და თუმცა ქუთაისელი კაცი ვარ. რა გამახსენდა, იცი, აი ისე რუსთაველის ეპისტყავსანი გამახსენდა, დაჯდა წერა დანდერძისა, საბრალოსა საუბრისა და ასე შემდეგ, აი. ანუ წერილების წერა დაჯდა დიდი გმირი ზელენსკი, როგორც ამას ბევრი ჩვენ თანამშრომლობ გმირად აღიქვამს ამ ადამიანს. მაგრამ ეს წერილი არ იყო დიპლომატიური, გავგებით რომ არ იყო კონფიდენციალური, არამედ ეს იყო საჯარო წერილი, ხო, ეს ამთავარი საჯარო წერილი ემსახურება ეს ყოვლისა, ასე ვთქვათ, სწორედ პუბლიკაზე და მასებზე მუშაობას და გარკვეულწილად ახალი რაღაცა სცენების დადგმას და ემოციებს
ხალხს ემოციებს უბრალოდ სკოლისა და ფონი შექმნას. რაც შეეხება ფონის შექმნას, აი ეს წერილი რის ფონზე გააგზავნა ზელენსკიმ რის ფონზე გამოაქვეყნა საჯაროდ იმის ფონზე, როცა მისი სხვა მესიჯი სხვა სახით გაგზავნილი იქნა სანქტ-პეტერბურგში და ეს იყო მესიჯი გაგზავნილი დრონების, უკრაინული დრონების სახით, რომლებმაც სანქტ-პეტერბურგში გამოიწვია რაღაცა შეიძლება ხა დიდი ეკონომიკური ან სამხედრო დარტყმა არ ყოფილიყო იქ ავტობის ტერმინალზე დარტყმა და გამოწვეული ხანძარი, მაგრამ იყო სწორედ ასე ვთქვათ სცენა და კულისის დასადგმელი ძალიან ესეთი საჭირო ზელენსკისთვის საჭირო სურათების გადასაღები და შესაქმნელი ასე ვთქვათ ბექგრაუნდი რაც ყველამ დაინახა, ვინაც იქ იყო ჩასული ამ ეკონომიკურ ფორუმზე, ყველა ქვეყნის წარმომადგენელმა დაინახეს, რომ იწვის პეტერბურგის ერთ-ერთი ტერმინალი და ეს კვამლი მთელს ქალაქს გასდევს, ასე ვთქვათ, ხაზად. აი ამ კულისის შექმნა იყო მნიშვნელოვანი და ეს იყო გაზავნილი მესიჯი, ხო? აი ხელოვნური სურათის დადება იმი. აბსოლუტურად, სურათის გულისთვის გაკეთებული. რომ ასეთი სურათები გავრცელებული იყო მსოფლიო მასმედიაში და ეს სურათი დაენახა ძალიან ბევრ ხალხს, როგორც მესიჯი იმის, რომ აი მე სადაც მინდა იქ მოგწვდები და მე გიპასუხებ ყოველთვის შენ. ბაქიაობას უფრო გავდა, მე ეს გავაკეთე, მე ეს შემიძლია 26 წლის მმართველობის განმავლობაში უკვე უკან მიდიხარ, იქ ასაკზეც წაკბინა, ყველანაირი გამაღიზიანებელი ეფექტი გამოიყენა იმისთვის, რომ ხელოვნურად დაეძაბა რაღაცები, თან ეკონომიკური ფორუმის 3+3 ფორმატი იმართება, 3 დიდი სახელმწიფო და 3 პატარა უნდა ყოფილიყო და აღნიშნა რომ საქართველოს იქ არ ყოფილა, საქართველოს მხრიდან იყო მცირე წარმომადგენლობა, მაგრამ დამოუკიდებელი ხაზით წასული და არა სახელმწიფო მხრიდან გაგზავნილი. უარს აცხადებენ, როგორც ყოველთვის ჩვენი მხარე მონაწილეობაზე. თეკლა აი შეთუნ კაცი პასუხი უყავთ. აი ეს კაცი არის მსახიობი რა. ნუ ამ როცა მსახიობები ხდებიან, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსები ბრჭყალებში და სინამდვილეში ხდებიან პრეზიდენტები ასევე ბრჭყალებში, ისინი მაინც რჩებიან მსახიობები თავისი არსით, იმიტომ რომ სწორედ აი ამ მსახიობური და სამსახიობო ასე ვთქვათ skills როგორ ვთქვათ ქართულად, სამსახიობო ხელოვნების ნიჭის მქონე. უნარჩვევების და კი ბატონო, სამსახიობო ნიჭის გამო არიან ისინი დასმული იმ ადგილას გარკვეული როლის ათამაშოთ. და ნუ ახლა დადგა სცენა მსახიობმა, რა უნდა გააკეთებინა, ეს იყო დადგმული სცენა აი ამ შეტევისა დრონით და აი ამ სურათების და ნუ პიარში კი არის რა ტიპი რა აპიარებს თავის გმირულ ასე ვთქვათ. აბა უკრაინა განადგურებულია და უთვლის რუსეთს რამდენი ჯარისკაცი დაკარგა ამ ომის დროს. და მათემატიკა დაუყენა იქ შედეგი რა იყო ამ წელი შედეგი? რა მიიღო პასუხად? პასუხად მიიღო ის, რაც მიიღო პასუხად პუტინისგან და პუტინის პასუხი იყო ნაწილობრივ დამამცირებელი და დამცინავიც კი აბუჩა დაიგდო რაკულ ასპექტებში, მაგრამ იყო სერიოზული ნაწილიც აი ამ პასუხში, რომელშიც პუტინმაც ასახა თქვა, რომ რუსეთს არანაირი ინტერესი არ გააჩნია ახლა ამ ეტაპზე არანაირი ლაპარაკებებისა და მით უმეტეს ცეცხლის შეწყვეტისა ეს არის რუსეთის ინტერესებში და პირდაპირ და ნათლად განაცხადა ყველას გასაგონად თუ რა უნდა მოიმოქმედოს ზელენსკიმ და უკრაინამ, თუ კი მათ მართლა უნდათ ომის შეჩერება და ომიდან გამოსვლა და პრინციპში ეს არაერთხელ ქონია მას გაცხადებული და ეს პუტინმა და ზელენსკიმაც კარგად იცის და მისმა დასავლელმა კურატორებმაც, მათ შორის რუტე, რომელიც ჩასული იყო იქ წინა დღეებში. მაგრამ აი დამთავრდება ახლა ეს ფორუმიც და პასუხს დავინახავთ მე რეალურ პასუხს, ამ წერილის პასუხი და იმ თქვათ დრონების თავდასხმა პეტერბურგზე და სხვა დრონების გამოყენებით თავდასხმა კონსტანცაში რუმინულ პორტზე, რომელსაც ასევე უკრაინული დრონები დაესხა თავს და იქაც თავიდან რუსებზე გადაბრალების ცელობას ჰქონდა ადგილი. და დაღუპულია მათ შორის აზერბაიჯანის მოქალაქეები ერთ-ერთ გემზე. აი ეს არის შედეგი აზერბაიჯანის თქვათ მაგალითზე რო ვთქვათ, აი ეს არის შედეგი ერთი ადგილის თამაშისა და თავის დროზე უკრაინისთვის დრონების და სხვა სხვა იარაღის მიწოდება, მიყიდვა თუ გადაცემისა.
აი ეს შედეგი შეიძლება მოუტანოს თქვა იგივე აზერბაიჯანსაც მოუტანა მისი მოქალაქეების დაღუპვის და ძალიან უსაძვირებ აზერბაიჯანს, მაგრამ ეს არის ამისი ფასი, შემოძვირი ფასები, როდესაც თქვენ საქმეს იჭერთ აი ასეთ ტერორისტთან, როგორც არის ვოლოდიმირ ზელენსკი, ტერორისტი, ჩვეულებრივი ტერორისტი, რომელიც არსულებს ტერორისტის როლს, როგორც მსახიობი. მსახიობია იყო თავიდან და რჩება ბოლომდე, მაგრამ იგივე პრობლემა აქვს მაგალითად პოლონეთსაც, რომელმაც დაინახა, რომ ზელენსკიმ პატივი მიაგო მელნიკს, რომელიც არის ნაციონალ-სოციალისტების, ასე ვთქვათ, ფაშისტი, ისტორიულად ფაშისტური ფიგურა, რომლის სინდისი არის ათასობით და 10,000-ობით პოლონელი, ეთნიკურად პოლონელის მასაკრირება და ეთნიკური წმენდა და განადგურება, ფიზიკური განადგურება და პოლონელებიც ნელ-ნელა იგუძებენ და ხვდებიან თუ რა მონსტრი შექმნეს მათ აი ამ ახალი უკრაინის და მათი ელიტების სახით და ეს ყველას მოუბრუნდება ბუმერანგად ძალიან ცუდად სამწუხაროდ, მაგრამ ალბათ ასე არის ისტორიიდან ვერავინ სწავლობს გაკვეთილს, ყველა სწავლობს გაკვეთილს თავისი პირადი შეცდომებიდან და ამ შეცდომების გარემოებიდან, გამეორებიდან გამომდინარე რა. აი ეს პროცესები არის, რომელიც ხდება უკვე ევროპას გადავხედა რუმინეთი ვახსენეთ, პოლონეთი ვახსენეთ და მათი უკმაყოფილება მელნიკის გადასვენებით და მისთვის პატივის მიღებით და გერმანიაც ვახსენოთ, მაგრამ შენ ახლა მაინც გინდოდა გერმანიდან გამოსვლა, როგორც გერმანიის მცხოვრები და გერმანიის მოქალაქე, ჩემთვის რა თქმა უნდა არ შეიძლება რომ არ იყოს ასე ვთქვათ, გულგრილად არ ვეკიდები აი ამ საკითხს და არ შეიძლება რომ არ მაწუხებდეს და არ წუხდე იმის გამო, რომ გერმანია სრულ უმნიშვნელობაში პოლიტიკურ და დიპლომატიურ უმნიშვნელობაში ნირვანაში და ვაკუუმში გადადის და უკვე გადასულია ფაქტიურად და ეს კარგად გამოჩნდა იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკამ პირველად თავისი ასე ვთქვათ გაერთიანების ახალი ისტორიის შემდეგ, რაც თქვა გაერთიანდა 1990 წელს და გაერთიანებული გერმანიის ისტორიაში პირველად დაკარგა თავისი რა პრინციპში ადგილი დაკარგა ფაქტია. ერთ-ერთი ადგილი იმ 15 ადგილიდან, რომელიც ყოველთვის ირჩევდნენ გერმანიას როგორც ევროპის ერთ-ერთ კი არა ყველაზე უმნიშვნელოვანეს ძალას, ყოველისა უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ ძალას და დღეს დავინახეთ ჩვენ, რომ ქვეყნებმა, განსაკუთრებით გლობალურმა საფრთხის ქვეყნებმა უფრო მეტი ხმა მიცეს ქვეყნებს, როგორც პორტუგალია და როგორც ავსტრია და სწორედ ეს ორი ქვეყანა გახდა გაეროს უშუალოების საბჭოს ახალი ორი არამუდმივი, მაგრამ წევრი შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში და გერმანიამ ეს ადგილი დაკარგა. და ეს ამის გამოცხადება ნიშნავდეს ეს გერმანიისთვის და მსოფლიო გეოპოლიტიკურ რუკაზე რას შეცვლის შენი მოსაზრებით? პატარა პროგნოზებით გავიგეთ. გერმანიისთვის ნიშნავს დიპლომატიურ კრახს, აბსოლუტურ კატასტროფას დიპლომატიურ სარბიელზე და თქვი რომ აი დიპლომატიური მნიშვნელობის აბსოლუტური დაკარგვა დიპლომატიურ ასე ვთქვათ ავანსცენაზე, სივრცეზე და სარბიელზე და ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც გერმანია ბოლო 10 წლეული მაინც მეტი თუ არა ატარებს და იმ პოლიტიკის კი არა, პოლიტიკის არარსეობის შედეგი, იმიტომ რომ ეკონომიკა და ეკონომიკური სიძლიერე იყო ის ლოკომოტივი აქამდე, რომელიც აძლევდა გერმანიას აი ამ უპირატესობას, რის გამოც პრინციპში ის ყველაზე დიდ შნატას აკეთებდა და აკეთებს ისეთ ორგანიზაციებში, მათ შორის როგორიცაა გაერო და პრინციპში უკვე ისე ეგონათ რომ 30 წელზე მეტია ჩვენ ვართ წევრები და კიდე აგვირჩევენ თუ ჩვენ ვიხდით ყველაფრის ფულს და მაგრამ ჩვენ დავინახეთ რომ ბოლო 10 წელი ბოლო 7-8 წლის განმავლობაში გერმანიის ეკონომიკური ზრდა არის 0%. პლუს მინუს რაღაცა 0 რაღაც პროცენტებზე საუბარი ახლა მიმდინარე წელს და ისიც კიდე იმის ხარჯზე რომ რაინმეტალი და სხვა სამხედრო ინდუსტრია ძლიერდება და იქ ხდება ინვესტიციები შედება და იქ რაღაცების წარმოება, მაგრამ სხვა სახის როგორც ტრადიციული გერმანული თქვა მანქანათმშენებლობა იგივე მანქანათმშენებლობა და ავტომობილები აღარ არის ესეთი კონკურენტულიანი მსოფლიო ბაზარზე თანამედროვე ეპოქაში, ელექტრომანქანების ეპოქაში და ასე და ასე. ეს ეკონომიკური ჩავარდნა არის ერთი ფაქტორი, რაც ეს გამოიწვია და მეორე და უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი არის გერმანიის ელიტები, რომლებიც სამწუხაროდ დაყენებული და ასევე დასმული იყვნენ deep state-ის მიერ და ეს მაწუხებს და მაგელებს, იმიტომ რომ გერმანიას გააჩნია ძალიან დიდი ინტელექტუალური პოტენციალი, მაგრამ ეს ადამიანები, ვინაც
აი განათლებული ადამიანები, ჩემზე ბევრად განათლებული ადამიანები, პოლიტოლოგები და შემდეგ არიან ისეთივე გამარგინალებულები, როგორც მე გამარგინალე საქართველოში ჩვენმა ელიტებმა და პრინციპში აღარ დავედგომებოდა და წამოვედი ხო მაგ ქვეყნიდან რა, ჩემი სამშობლოდან, მაგ ქვეყნიდან ჩვენი ქვეყნიდან და გერმანიაშიც ძალიან ბევრი არის. გერმანულ deep state-ზე საუბრობ ალბათ. გერმანული კი არა, ეს არის ინტერნაციონალური deep state, რომელსაც გადმული აქვს მსოფლიოში, როგორც ევროპის კავშირის ქვეყნებში, ისე ამერიკის შეერთებულებში და კანადაში და ავსტრალიაში და ბრიტანეთში, მაგრამ რა თქმა უნდა გერმანიას განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ამას მე არაერთხელ მისაუბრია, რომ ისაც შეზღუდული არის გერმანიის სუვერენიტეტი და შეზღუდვა გრძელდება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და იმის გამო რომ deep state-ს ყავს დაყენებული თავისი კადრები ამ ქვეყანაში სამწუხაროდ ვეღარ ახერხებს ეს ქვეყანა თავისი ინტერესების დაცვას და ისეთ პოლიტიკას ატარებინებენ ესეთ პოლიტიკას, რომელიც არის აბსოლუტური ჩავარდნა და დამღუპველი გერმანიის პოლიტიკისთვის, გერმანიის გეოპოლიტიკური, ასე ვთქვათ, პოზიციებისთვის, გერმანიის დიპლომატიური წარმატებისთვის სოფლიო სარბიელზე და გერმანიის ეკონომიკისთვისაც კი სხვადასხვა თავი დავანებოთ. და ამისი მანიფესტაცია გამოიხატეს უბრალოდ შედეგი არის იმისაც მე დიდი ხანი აქვს საუბრობ და სამწუხაროდ უმრავლესობა არ მიჯერებდა არც საქართველოში ამას რომ ცხაჯერ ვიმეორებდი რომ ძალიან ცუდ დღეში და ძალიან ცუდი მიმართულებით გერმანია და აი ბატონო შედეგი რა დადგა აი სამარცხვინო გამოძევება გაეროს უშუალოების საბჭოდან. აი მეტი რა უნდა დაემართოს სოფლიო ეკონომიკის სიდიდით მესამე ეკონომიკას, როგორც არის გერმანია, აირჩიეს გაეროს უშუალოების საბჭოს წევრად. ხო და აი რა იყო ამის მიზეზები? ამის მიზეზები იყო სწორედ ის, რომ გერმანიამ თავისთავი, ასე ვთქვათ, სოფლიოში ბოლო წლების განმავლობაში აი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო და სააძილოდ არ ყოფნის სოფლიო ქვეყნის უმრავლესობას გერმანია და მისი მოქმედება და მთელ რიგ საკითხებში. როგორც იყო უკრაინასთან ომის ამბავი და უკრაინასთან ომში გერმანიის პოზიციონირება, როგორც იყო მის პოზიციონირება მასმე რაც უკრაინამ და უბრალოდ ამერიკამ უკრაინელების ხელით აშშ-ს მოახდინა Nord Stream 2-ის გასადენის ტორპედირება და აფეთქება და ეს იყო პირდაპირ დარტყმა გერმანიის ეკონომიკაზე და გერმანიის გეოპოლიტიკურ და გერმანიის ენერგოუსაფრთხოებას და გერმანიამ არათუ პროტესტი გამოსადა არათუ ვერ დაიცვა თავის ინტერესებს ამეთ პირიქით გაუხარდა და ტაში დაუკრა ამას ხო აი მეტი გაფარჩაკება რა გინდა ქვეყნის სამწუხაროდ ჩემთვის იმიტომ რომ მე ჩემს პირად და როგორც გერმანიაში ცხოვრება ადამიანის და ამ ქვეყნის მოქალაქის პრიორიტეტულ ინტერესებში არის აი ამ ქვეყნის სიძლიერე და ის რომ გერმანია რჩებოდეს და კიდევ უფრო ძლიერდებოდეს ეკონომიკურად, პოლიტიკურად, გეოპოლიტიკურად და მათ შორის დიპლომატიურ ასპარეზზე, მაგრამ ეს არ ხდება, იმიტომ რომ დებილები დააყენეს ყველა საკვანძო პოზიციაზე და აი ასეთი სახის ანტიპოლიტიკას აწარმოებდნენ ისინი. მათ შორის ისაც ხდებოდა ახლა ახლო აღმოსავლეთში ირანთან მიმართებით, მათ შორის ტრამპთან დაპირისპირება, ამ deep state-ის აბსოლუტური მონობა და ასე შემდეგ და შემდეგ. მათ შორის ისრაელის ნებისმიერი ასე ვთქვათ ბოროტმოქმედების გამართლება და ყოველთვის ისრაელის სუქსუკან დადგომა და ასე ვთქვათ ყველაფერში დათანხმება და ყველაფრის გაправება, რასაც რა თქმა უნდა გლობალური სამხრეთის ქვეყნები ძალიან კრიტიკულად უყურებდნენ და აი ახლა გამოუწერეს სწორედ ეს ჩეკი გერმანიას, ასე ვთქვათ გასამრჯელო და პასუხი მისი აი ამ როგორ გითხრათ, აბა კატასტროფული დამანგრეველი და საკუთრით თვითდამანგრეველი სუიციდალური და ესე ვთქვით ეკონომიკური, გეოპოლიტიკური და დიპლომატიური ქმედებების გამო. ახლა უნდა ელაპარაკო ქვეყნის დიპლომატიას, რომლის თავარი დიპლომატი წარმომადგენელი გაეროში არის ქალბატონი ანალენა ბერბოკი, რომელიც აარჩევინეს იქ სპიკერად და აი ამის მერე ეს არის აი ამ ფსკერზე დაშვების მერე თუ კიდე რამე შეიძლება და აღარ მეგონა, მაგრამ ეს ფსკერიც კი გაარღვიეს და კიდევ უფრო ჩავარდნენ, აი ახლა ვადეფულის ქმედება, ვადეფული არის დღევანდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის ასე ვთქვათ პერიოდშიც მოხდა პირველად ეს, რაც არ მოხდა რა 25 წლის განმავლობაში, რომ გერმანია გამოვარდა გაეროს უშუალოების საბჭოდან და აღარ არის მისი. ეს რა თქმა უნდა გერმანიის პრესტიჟის დაცემა, ეს არის მისი გავლენების დაცემა და ეს არის უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა ასე ვთქვათ ჯამბაზად გადააქციეს ამ ხელა ქვეყანამ სოფლიოს ქვეყნების დასაცინად გადააქციეს ასეთი ერთ დროს ძლიერ ქვეყანა და აი ესე ხდება უცეს ქვეყანა ივიწყებს თავის საკუთარ ინტერესებს და მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ გერმანიის თუ კი ეს იქნებოდა გატარებული ბოლო წლების განმავლობაში თვითონ გერმანიის ინტერესებიდან გამომდინარე გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებიდან გადადარებული სუვერენული ასე ვთქვათ დიპლომატია პოლიტიკა უნდა ყოფილიყო სწორედ რუსეთთან
ენერგეტიკული კავშირის გამტკიცება და ეკონომიკური ურთიერთობები და უფრო მეტიც კი ეკონომიკური და პოლიტიკური და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და პოლიტიკური ასე ვთქვათ ალიანსი, რომელიც გახდებოდა გერმანიის განვითარების გარანტი. ამაზე უარის თქმა, იმისთვის რომ ოღონდ რუსეთი დავაქციოთ და ჩვენ გაუჭირებთ ჩვენ თავს და ჩვენ მერე წამოვიდგავთ წელს ამის მერე, ეს გათვლა, ხედავთ ჯერჯერობით შედეგს არ იღებს ძალიან სავალალო შედეგებს თავად გერმანიისათვის და მომავალში რას მოვიგებთ ამით გერმანია დავინახავთ რა და მე მაინც კარგ პერსპექტივებს ვერ უყურებ ამ მიმართულებით სამწუხაროდ. კობა, მინდა ინგლისსაც გადავწყვეტ პროტესტები იმართება ინგლისში, ჰენრი ნოვაკის მკვლელობასთან დაკავშირებით და ამ თემის ირგვლივ როგორი კომენტარის გაკეთება შეგიძლია ახალგაზრდა 18 წლის, რომელიც ჯერ ფაქტი რომ მოხდა და შემდეგ დაჭრილს პოლიციამ იმის ნაცვლად რომ დახმარება გაეწია, მოხდა ისეთი რამ რომ ხელმორგილები დაადეს და ოქმს ადგენდნენ იმის ნაცვლად რომ ახალგაზრდა გადაეყვანათ სასწრაფოთი და დახმარება აღმოეჩინათ. ამის ირგვლივ ხდება ძალიან დიდი ამბები ინგლისში და ამ თემაზე რა შეგიძლია თქვა, რა რამხელა პოლიტიკური თემა არის ეს რომ ინგლისში ამხელა პროტესტია ამ საქმის ირგვლივ აწეული. ისაც მოხდა და რაც ალბათ ყველა მივხილეთ კადრები, კადრებს აქვს ძალიან დიდი ძალა. კადრებს აქვს დიდი ძალა, როცა ხალხის დიდი მასები ხედავენ რეალურად კონკრეტულ ტრაგედიას და ამ კონკრეტული ტრაგედიის ფონზე ხდება იმ ჭეშმარიტების რეალიზება ადამიანების ფსიქოლოგიაში, სადაც მანამდეც ვამბობდით, კაცო, ახლა მე და ჩემნაირები ახლა მივუთითებდით ამ პრობლემატიკას და ამ მდგომარეობას, რომელიც ჩავარდნილია არა მარტო დიდი ბრიტანეთი, არამედ ევროპის უმრავლესობა ქვეყნებისა, მაგრამ ჩვენ თავარი კომენტარები ამ დროს რა იყო, რომ კაი ერთი ვაზვიადებთ და რა ისა რა ქვია და ჩვენ ეკა გადარიან და ჩვენი ვიკითხოთ და საერთოდ ჩვენ სად ვანაობ და აბა ახლა რუსეთს გადათან ყოველთვის ისრების. და როცა ნახულებენ ეს რაღაცას უკვე ვარდებიან შოქში რა, ამიტომ რომ აქამდე ყურით გაგონილს არ იგონებენ ეს ხალხი რა და არ ჯერათ რა, რომ ახლა მოუთხრო რა გერმანიაში რა ხდება, თქვა კიონის ღამე, ახალი წლის ღამეს რამდენი ქალი იქნა გაუპატიურებული, მაგალითად ხო აი ამ კეთილად მიღებული აღარ ვიტყვი რა რომელი ეთნიკური 1000 ეთნიკური წარმომავლობის ხალხის მიერ. და რა თქმა უნდა კრიმინალური აქტი და მკვლელობა შეიძლება მოხდეს ყველგან ყველა ქვეყანაში, ხო? მაგრამ ის ფაქტი, რომ ქვეყნის პოლიცია, ანუ უშუალოდ თვითონ ქვეყნის ძირძველი ინგლისელებით ალბათ დაკომპლექტებული ძირთად მაინც, ხო, ქვეყნის პოლიცია, რომლის პოლიციელები მაინც უმრავლესობა არ ამგონია რომ იყვნენ უცხოური წარმოშობის, თუმცა პრინციპში რა გასაკვირი იქნება, როცა უკვე დღეს ქალაქის მერი არის უცხოური წარმოშობის პრემიერიც იყავდათ და პრემიერიც ყავდათ და შემდეგ, მაგრამ რაღაც მაინც აპროცენტული რაოდენობა რომ შეხვდეთ, მაინც ახლა იქ ინგლისურად ისეთ ინგლისურით საუბრობდა ეს პოლიციელი, რომ აშკარად თვითონ ინგლისელი იყო, ეთნიკურადაც, მაგრამ ესე იგი პოლიცია მოდის შემთხვევის ადგილზე და მოქმედებს ისეთი გაიდლაინებით, რომელიც მას ავალდებულებს, რომ გარკვეული ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს მიანიჭონ უპირატესობა საკუთარი, ანუ ესე ვთქვათ, ავტოქთონური კარენოი, ესე ვთქვათ, ინგლისელების დისკრიმინაციის ხარჯზე. და რა არის ეს თუ არა დისკრიმინაცია ეროვნული და ეთნიკური და რასისტული ნიშნებით. ეს არის იმას მე უწოდე რასიზმი უკუღმა, შემოტრიალებული რასიზმი, უბრალოდ ეს არის სოფლიოს საფრთხე, კობა და ამიტომ გვჭირდება დღეს ჩვენ ამ თემაზე საუბარი მაყურებელმა რომ მიხვდეს კარგად რატომ საუბრობთ ამ თემაზე. ზაია მარტო რაღაცას რომ ეს არის ღია ფაქტია და შეიძლება პრინციპში ღია წყაროებში გადაშალო ის დედლაინები და ის გაიდლაინები და ის ასე ვთქვათ ინსტრუქციები, რომელსაც ღებულობდა დიდი ბრიტანეთის პოლიცია ბოლო წლების განმავლობაში, სადაც პირდაპირ იყო მითითებული, რომ სხვადასხვა ჯგუფები, სხვადასხვა ეთნიკური და სხვადასხვა რასობრივი მიკუთვნების ჯგუფებისთვის არსებობდა სხვადასხვა მოქმედების ინსტრუქციები. ანუ ერთი მოქმედების ინსტრუქცია ინგლისელი თეთრი კადრიანი ინგლისელის მიმართ და მეორე მოქმედების ინსტრუქცია უცხოელი ემიგრანტის მიმართ, ხო, სიტყვაზე, ხო? და
ეს მოქმედება რო ყოფილიყო მაგალითად წამოიდგინეთ უცხოელთათვის დისკრიმინებელი რამხელა ხმაური არ ხდებოდა ხო და არა და არის პირიქით ამ შემთხვევაში ხო ანუ დისკრიმინაციასთან და რასისტთან ბრძოლის ეგიდით წამოწყებული რეფორმები და პოლიციის შინით მათ შორის ხო და აი აქედან გამომდინარე შეტანილი ცვლილებები პოლიციის ქმედებაში იქამდე მივიდა ამისი ასე ვთქვათ ჰიპერტროფირება, ანუ ისედნაირად ასე ვთქვათ შევიდნენ შეტოპენ აი ამ თავიანთ ქმედებებში და ისედნაირად შემოაქციეს უკვე მეორე პოლუსზე, აი მეორე უკიდურესობაში გადასვლა. მეორე უკიდურესობაში გადასვლა, რაც მეუწოდე აი ესე იგი შემოტრიალებული რასიზმი, ფაქტიურად ესე იგი რასიზმი თეთრი რასის და თეთრკანიანი ანუ ადგილობრივი ავტოქთონური ძირძველი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული, სადაც ჩვენ დავინახეთ ფაქტი, დავინახეთ რომ ნახაშე ნოვაკი შეიძლება წარმოშობით პოლონელიც კი ყოფილიყო ან რაღაცა ჩეხი ხო ნოვაკი, ესეთი გვარია, მაგრამ ჰენრი ნოვაკი დიდი ბრიტანელი სტუდენტი, კაცი ეუბნება საკუთარ ბრიტანეთის პოლიციას რომ დაჭრილი ვარ, დამჭრეს და მიშველეთ კვდები, ვერ ვსუნთქავარ და პოლიციელი ეუბნება რომ ამჯერა შენი. შენი ამჯერა მეგობარო. ადებს ხელბლოკილებს და ახალგაზრდა კაცი კვდება. ეს შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი ჩვენთაგანი შვილი. და ყველა ქართველს კი ეს შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი ჩვენთაგანის შვილი, რომელიც მოკლეს იმის გამო რომ ეგრეთ წოდებულმა პოლიტიკალ კორექტნის, ან პოლიტკორექტულობამ, ვოუკიზმმა და ვითომ აი რაღაცა ამას ქსენოფობიასთან ბრძოლის ეგიდით წამოწყებულმა მარაზმმა, რომელიც უფრო ძლიერდება და გაძლიერდა ევროპის მათ ბრიტანეთში და მეორე უკიდურესობაში არის გადასული და უკვე ახდენს საკუთარი მოსახლეობის დისკრიმინაციას და აი ამან გამოიღო ასეთი სავალალო შედეგი და ეს არ არის ერთეული შემთხვევა, ეს არის უბრალოდ ის შემთხვევა, რომელიც ახლა გამოვიდა ასე ვთქვათ დასანახა მთელი საზოგადოებამ, ასე ვთქვათ უკვე როგორც ფაქტი ისე დაინახა ვიდეო კადრებიდან გამომდინარე და აი რა თქმა უნდა ამან ეს იყო ალბათ ბოლო წვეთი ბრიტანელი ინგლისელი მოსახლეობისა, რომელიც უნდა გამოეხეთქა და გამოხეთქა კიდევაც აი ამ მასობრივ პროტესტებში, რომელსაც ახლა ვხედავთ დიდ ბრიტანეთში. ნუ ხა მეორე საკითხი არის ტაიმინგი და ის რომ რატომ მაინც ახლა გაავრცელეს ეს კადრები, ეს მკვლელობა მოხდა ჯერ კიდევ 25 წლის ბოლოს და ამაზე საუბარი იყო, მაგრამ ეს იყო ისეთი მიჩუმათებული რა ხარ როგორც ბევრი მკვლელობა მოხდა ეს სტატისტიკურად და იყო არ შეიძლება მასზე არც გამახვილებინა ყურადღება, მაგრამ ალბათ ვიღაცას ესეც ვთქვათ რომ ვიღაცას რაღაცაში ჭირდება ეკაც არეულობის მოწყობა შეიძლება. ანუ ბრიტანულმა მედიამ რატომ მოიპოვა ეხლა და მანამდე ვერაფერს ერთი წელია გასული. ბრიტანეთის პოლიციას დაავალდებულოს ბრიტანეთის პოლიცია ეს კადრები ეს ბოდიკემის მიერ გადაღებული კადრები გადაეცა სასამართლოთი და სასამართლომ ეს საზოგადოებრივ ინტერესთან გამომდინარე გაასაჯაროვა, მაგრამ მაინც რჩება იმის ეჭვი რომ ალბათ რაღაცა ინტერესები და რაღაცა გეგმა არის ჩართული იქაც და ეს გეგმა მუშაობს იმაზე ასევე ბრიტანეთის შინით ასე ვთქვათ არევაზე პოლიტიკურ ელიტებში მიღებულ გადაწყვეტილებას გავს ხო? რა თქმა უნდა, ამიტომ იქაც მოუველი რომ აი ამ ტალღამ შეიძლება საბოლოო ჯამში კიკსტარმენის გადაყენებამდე მიგვიყვანოს, ისევე როგორც იმან რაც ვთქვათ მოხდა ხა გერმანიასთან მიმართებაში გერმანიის მიერ გაეროში ადგილის დაკარგვამ კიდევ უფრო მეტად დააჩქაროს ის პროცესი, რომელსაც ქვია ფრიდრიხ მერცის გერმანიის კანცლერის გადაყენება ან ჩანაცვლება სხვითი ან სადოფტიკო ელიტების ასე ვთქვათ გადახალისება სხვა პარტიის მოყვანა. მე ჯერ კიდევ წლის ბოლოს წლის ბოლოს საწყისში გავაკეთე პროგნოზი რომ წლის განმავლობაში ველოდები ევროპაში ამ ცვლილებებს რომ ველი მაგალითად გერმანიის მთავრობის დამხობას იმ გაგებით რომ ან ისევ ადამიანელი არჩევნები ან ყოველ შემთხვევაში აი ამ კანცლერი რომელიც ახლა ყავს მერცი მის გადაყენებას ან მის ჩანაცვლებას და მე როს გავუკვირდა როგორ ახლახან ჩანაცვლესო შოლცი მერცითო და მაგას საიდან ამბობ რომ წლის ბოლომდე ესეც ამასაც გავუყენებენ შუგზას და აი ვამბობ შემოძვირფასებოდა მე ახლა ამ როგორ გიხსნათ ახლა მე რო დაინახავთ მე რო გადააყენებენ ამ ადამიანსაც და სხვას მოიყვანებენ ხო და აი ეს პროცესები მინდარებს ევროპაში და ევროკავშირის ქვეყნებში ხდება ეს პროცესები აი ამ ელიტების და აი ამ
ფიგურების, ვინაც ყავთ მანამდე, ისინი ვეღარ ასრულებენ თავის ფუნქციებს და მათ ახლა გამორცულიან, სხვებს მოიყვანებენ, იქნება აქაც ახალი სახეები, ახალი ტენდენციები, ახალი პოლიტიკები და ასე შემდეგ რა და ეს იყო უკვე ეს პროცესები ჩანდა უკვე შაშანაც, რომ აი ცვლილებების დრო დგებოდა და ეს ცვლილებები დგება აი კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შევართ ახლა ივლისს და აგვისტოში. ახლა ფეხბურთს კიდე აცლიან ალბათ ასე თუ ისე, მაგრამ მე უფრო დავინახავთ, უფრო ასე ვთქვათ ძალიან დიდი ცვლილებების მოსმენი გავხდებით როგორც ევროპაში ზოგადად ასევე ევრაზიაში მთლიანად და ეს ცვლილებები საბოლოო ჯამში შეეხება როგორც ევროპას, როგორც თქვათ იგივე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს, ასევე საქართველოსაც. ხო. არ შეეხება იმას თუ როგორ უპასუხებს ახლა პუტინი, კიდევ ერთხელ ვთქვით იქა ზელენსკის ახალ პროვოკაციებს, ამას დავინახავთ უახლოეს დღეებში. შეიძლება ხვალვე. შესაძლებლობა ეკონომიკური ფორუმი. მოდი ამ ეკონომიკურ ფორუმზე ვთქვათ რამოდენიმე სიტყვა, იქ გალუზინი გამოდიოდა სიტყვით და მან თქვა, რომ განსაკუთრებით მინდა მივესალმოთ ჩვენს დისკუსიაში საქართველოს საექსპერტო წრეების წარმომადგენლების მონაწილეობას, ჩვენთვის ისევე როგორც დარწმუნებული ვარ პლატფორმის ყველა მონაწილისთვის საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება, რომლის გარეშეც 3+3-ის პერსპექტივები ნაკლებად სავარაუდოა. ანუ ჯერ კიდე ელოდებიან საქართველოს მხარეს. ჩვენი აზრით, როდესაც ესეთი სიტუაცია ხდება მსოფლიოში, როდესაც საქართველოს უკვე მხარე, რომელსაც ამბობდით, აქამდე აჟღერებდი, რომ თეკლა წლის ბოლომდე მოუწევთ მხარის არჩევა და რაღაც პოზიციის დაფიქსირება, იმიტომ რომ ან ერთი მხარის, ან მეორის და ლავირების პერიოდი დიდხანს ვეღარ გასტანს, ფაქტია ეს უკვე მოხდა, ხო? და ეს გამოაჩინა რუბიოს პასუხმა. მე უკვე ამას საქართველოსდანაც მოყვა პასუხები და როგორ ფიქრობ, რამდენად არის შანსი საქართველოს 3+3-ის ფორმატში ჩაჯდეს და რა საფრთხეები შეიძლება დადგეს საქართველოს, როდესაც სამი დიდი მეზობელი სახელმწიფო, ასევე ორი პატარა სახელმწიფო გაერთიანებულ ეკონომიკურ ფორუმზე ხდებიან ერთად მოლაპარაკებისთვის და რეგიონის ბედს წყვეტენ, შენი ქვეყანა რომ ამოვარდნილი ამ კონტექსტიდან რა საფრთხეების წინაშე შეიძლება დავდგეთ? თეკლა მე მგონი ყველას კარგად ესმის ეს სიტუაცია, რა საფრთხე ემუქრება ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ასე ვთქვათ თავისი უმავლის და თავისი უსაფრთხოების ერთადერთ გარანტად, ასე ვთქვათ, ამოირჩევს ძალას, გლობალურ ძალას, სახელმწიფოს, მაგრამ იმ სახელმწიფოს, რომელიც მდებარეობს ათასობით კილომეტრის მოშორებით ოკეანის გადაღმა, ხო? და ჩვენ ასეთი მაგალითი ბევრჯერ კობა არ ვიცი, ჩემთან გაწყდა მგონი ხმა შენი. ახლა თუ ისმის რა? ხმა, ეხა კარგად ისმის. ხო, ანუ ჩვენ გვაქვს მრავალი მაგალითი იმისა, თუ რა მოუვიდათ ელიტებს, მთავრობებს და ქვეყნებს, რომლებიც მხოლოდ ამერიკის, ასე ვთქვათ, აშშ-ს მოკავშირეებად მოიაზრებდნენ და აი მათი მეძე იყვნენ ამა თუ იმ რეგიონში და ეს შეიძლება ძალიან უცებ შეიცვალოს ეს მდგომარეობა. იქიდან გამომდინარე, რომ იცვლება თვითონ ამერიკის შიდა პოლიტიკა, იცვლება თვითონ ამერიკის ესეთი სახლის ადმინისტრაცია წლიდან წლამდე, ხო, რამდენიმე წელიწადში და იქიდან გამომდინარე, რომ იცვლება გეოპოლიტიკა ზოგადად ჩვენს რეგიონშიც და ეს არის დიდი რისკი. დიდი რისკი, იმიტომ რომ აშშ არის ოკეანის გადაღმა და ნებისმიერ დროს თუ კი. აი მაგალითად ახლა გერმანიის მაგალითი რო ავიღოთ, გერმანია იყო ძალიან დაიმედებული და ასე ვთქვათ 100%-იანი გარანტია ჰქონდა იმის, რომ აშშ წელს მას გადასცემდა ტომაჰავკის ტიპის რაკეტებს. და გერმანიას ეს რაკეტები ჭირდება, ასე ვთქვათ, რუსეთის დასაშოშმინებლად და რუსეთის ასე ვთქვათ, რომ დაუპირისპიროს რუსეთის მხრიდან საფრთხეს, რომელიც თქმა უნდა ორეშნიკის ტიპის და სხვა სახის რაკეტებით ევროპა არის საფრთხის ქვეშ. აი ამის საპირწონედ გერმანიას უნდა მიეღო ტომაჰავკის რაკეტები და ამერიკამ უთხრა უარი. იმიტომ რომ ბოდიში, მაგრამ ბევრი დამეხარჯაო ირანშიო და მეც ჭირდებაო, აღარ მაქვს იმდენიო და მე კიდე ახლო აღმოსავლეთში და მე კიდე იქით ინდო-პაციფიკის, ანუ ესე იგი წყნარი ზღვის აუზში უფრო დამჭირდებაო ჩინეთთან და კაცი კაცები კიდე უსაგვარებელიო, ხო და დარჩა გერმანია, ასე ვთქვათ, აი ამ კუთხით პირში ჩარა გამოვლებული და თავის საკუთარი რაკეტები მას არ ყოფნის და არც ეყოფა. და
აი, როცა გერმანიაზეა საუბარი და გერმანია დარჩა გაწმილებული და ვერ მიიღო აშშ-სგან ის დახმარება და ის დაცვა, რომელსაც ის ელოდა, მაშინ რის იმედი შეიძლება ქონდეს საქართველოს, ნუ კი შეიძლება შეიცვალოს და შეიცვალება კიდევ ასე მდგომარეობა, აშშ როგორც AX ისე ხელად გაწირავს და ისე ხელად ასე რომ ვთქვათ, გაცვლის რაღაც სხვა რამეში ამ ჩვენ პატარა საქართველოს, როგორც კი აი ამისი საშუალება მას დაუდგება ვაჭრობის კუთხით. მაგრამ როგორც გითხარით, საქართველოს ელიტების, კერძოდ ჩვენი ხელისუფლების ის გაწყვეტილება იყო უბრალოდ მათი საკუთარი კეთილდღეობიდან და მათი საკუთარი ტყავის გადარჩენიდან განახები და აქ არავით არის საუბარი არ არის და არ იქნება საქართველოს ღირსეული, ასე ვთქვათ, როგორც კობახიძე ამბობს, ღირსებაზე და საქართველოს გეოპოლიტიკურ და გეოსტრატეგიულ ინტერესებზე და მის სუვერენიტეტზე და სუვერენიტეტის შენარჩუნებაზე და ხაისაც განაცხადა მოსკოვში ვიღაცამ რაღაცა თქვა რომ ჩვენო კიდე გვაქვს იმედი თუ ღიავართ და საქართველოსთან გვინდა ურთიერთობა ეს ავისა ხა ესენიც თავს თუ იტყუებენ რუსები მაშინ გააგრძნონ თავის მოტყუება ხო მაგრამ არ ამგონია ხა ისინი ესეთი სულელები იყვნენ და მიამიტები რომ ვერ ხედავდნენ რეალურად რა ხდება და რა მოხდა საქართველოში არ ამგონია მე მგონი დაინახავენ და გაანალიზებენ ისინი მოსკოვში ამ სიტუაციას ამ ახალ სიტუაციას შექმნილ სიტუაციას რომ არავით არის 3-3 ფორმატი აღარ დადება რეალურად, იმიტომ რომ 3-3 გამოდის 3-2-2-3, ანუ 2 კავკასიის ქვეყანა და 3 რეგიონალური სახელმწიფო მათ შორის ერთ-ერთი ვირტუალური და ატომური სახელმწიფო რუსეთის სახით, ახლა იქ თქმა უნდა თურქეთი და ირანი. და იმათაც კი ეყოთ ჭკუა, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი როგორ უპირისპირდებოდა რუსეთს ბოლო დროის განმავლობაში და ჰქონდა თურქეთის ასე რომ ვთქვათ მოკავშირეობა მიუხედავად იმისა სომხეთი იმასაც კი ამბობს რომ შეიძლება უდეკაბედან გამოვიდეს და გადადის ასევე ამერიკის სრულ მორჩილებაში და ორბიტაზე მათაც კი ეყოთ ჭკუა რომ აი ამ 3-3-ის ფორმატში ასე ვთქვათ შანსი მიეცათ აი ამ ფორმატისთვის და დიალოგისთვის ეს ჩართული იყო ეს ფორმატი მაგრამ საქართველოს ჭკუა კი არა უკვე იქიდან გამომდინარე რა გადაწყვეტილებაც მიიღო საქართველომ და რაღაც არჩია თავის როგორც გითხარით უკვე განისაზღვრა მისი ვექტორი და მისი საგარეო ვალდებულებები აქედან გამომდინარე საქართველოს პერსპექტივიდან უკვე დიდი ჯვარი დაესვა შესაძლო 3-3-ის ფორმატის ფარგლებში გარკვეული დიპლომატიის წარმოებას და ეს აღარ მოხდება ეს ეგნები ბოროტებას უფრო უწოდებ ამ კვენტებებს, ვიდრე ხელისუფლების მხრიდან რაიმე რაღაც გაუაზრებელი ნაბიჯი სიმართლე რო გითხრა. არა, თეკლა ხო გეუბნები რა ეს ხალხი ფიქრობს თავის გადარჩენაზე რა. ხო და ამ შემთხვევაში როცა ისე ხედავენ თქვა იგივე ირანული ელიტა რომელთაც ისინი იყვნენ ჩასულები და ხვდებოდნენ და ერთი დარტყმით მოხდა მათი ლიკვიდაცია, მათ არანაირი გარანტია არ აქვს რომ არ მოხდება საქართველოს ჩვენი თარობის წარმომადგენელთა ლიკვიდაციას ვერ მოახდენენ გარკვეული ძალები, ვინაც მოახდინეს მაგალითად მადუროს ლიკვიდაცია, ვინაც მოახდინეს იგივე აიათოლა ხამენეის ლიკვიდაცია და მთელი მისი ასე ვთქვათ პირველი მინისტრების და გენერალიტეტის ხო და აი ასეთ პირობებში ახლა კობახიძეებს და იმათ კიდევ აღარ დავასახელებ სხვათაგვარებს ვერ მოთხოვ გმირობას რომ მზად იყვნენ ისინი თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვან საქართველოს ინტერესები. იმიტომ რომ ისინი არასოდეს ისედაც არ შედის მათ ინტერესში სახელმწიფოებრივი აზროვნება. ეს ჩემი პირადი მოსაზრება ჩავაკვეხე მოდისკერტი. გაქვს უფლება, გაქვს. დიდად რო არ შემეწინააღმდეგები ამ კუთხით ვიცი და. ახლა ესე როგორ ხარ ესე ხო არ ვაგინებთ ხო და რასაც ვფიქრობთ იმას ვამბობთ ხო და დაამტკიცოთ თუ კი ჩვენ ვწდებით და საქმით დაამტკიცონ ამ ვაჟბატონი ამდენი ხანი უკვე ხელისუფლებაში არიან ხო და შედეგი დაგვანა ხო რაღაც აი რაღაც მიღწეული წარმატება დაბრუნებული ტერიტორიები თქვა იგივე დავით გარეჯა იგი თქვა იგივე რა დავით გარეჯის საქმე ამბავი მოგვარებული შიდა ქართლის და აფხაზეთის ამბავი რაღაცა პერსპექტივა მაინც იყოს ესე იგი მოგვარების და რეალური შედეგები რა დადო აი ამ ხელისუფლებამ ბოლო 14 უკვე თითქმის 13 ხო მაინც წლის განმავლობაში რას მიაღწია რეალური შედეგი გინდა გითხრა ერთი საინტერესო რეალური შედეგი გინდა გითხრა მიკროფონი ხმა იკარგება. რეალური შედეგი გულბაათ რცხილაძე დაიჭირეს ქვეყნის მტერი და გამყიდველი, აი ესაა მაგათი შედეგი ყოჩა ტაში დაუკრათ აი ამ მთავრობას
როგორ მოახერხეთ რომ მადლობა რომ დაიჭირეთ უცხოქვეყნის აგენტი ერთი მაინც, იმიტომ რომ რეალური აგენტები რომლებიც თქვენაც იძახოდით და მართლა განსაკუთრებით დასავლეთ მისახელებდნენ. ახლა რა ვიცი ახლა ხო აგენტების მეტი რა არის გაძეძგილია მთელი თბილისი და რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები აღარ მუშაობენ აი ამ ჩვენ ქალაქში იქნება ეს ისრაელიდან დაწყებული და ბრიტანული MI6-ით დამთავრებული ხო ვისაც არ ეზარება ყველა ეს რაღაც პრახანოიდურივითაა ჩვენი საქართველო და პირდაპირ დაფინანსებას ვინაც ღებულობს და ვინაც საიდუმლო და მართლა ვინაც ფლობს ინფორმაციებს იმის გამო რომ მაღალ თანამდებობაზე შედან და იქ არიან როგორც სამხედრო ისევე თავად ყიდიან ამ საიდუმლო ინფორმაციებს? რა თქმა უნდა, ხო, ახლა იმათ ვინ დაიჭერს, იმათ ვინ შეეხება, ხო? იმიტომ რომ ესენი ხო ამათი პატრონების ისენი არიან აგენტები, ხო? თვითონ ვინაც ხელი მოაწერეს მაგათ პატრონობას და პარტნიორობას, პატრონობას თუ პატრონობას. მე მქონდა ვაი ჟურნალისტებზე ძალიან კარგი შეფასება, როგორი ილუსტრაცია მოხდა ამ საკითხის ნახე. როდესაც ესენი საუბრობენ ხოლმე სხვადასხვა ტელევიზიის ჟურნალისტებზე მაგ საუბარი ერთზე და ორზე არა, ოპოზიციური იქნება თუ ხელისუფლების მაამებლური მნიშვნელობა არ აქვს ამას ყობა. როდესაც ჯერ სახელმწიფომ რატომ ისცა საკუთარ თავს ამისუფლება, თუ კი უდანაშაულობის პრეზუმპციას ვაღიარებთ, რომ უნდა არსებობდეს სახელმწიფოში და არსებობს იურიდიულად, მაშინ კაცი საჯაროდ რატომ გამოაჭენეს ჯაშუშად და მერე საქმე რატომ დახურეს და რატომ არ გაუჩნდა არც ერთ ჟურნალისტ ლოგიკური შეკითხვა, თუ კი უდანაშაულობის პრეზუმპცია არსებობს როგორც კანონი, ხო? მაშინ ჯაშუშად რატომ მოგვივლინეთ ეს ადამიანი მთელ ქვეყანას სანამ მისი დანაშაულებრივი ფაქტები და მტკიცებულებები არ არის არსად გამოჩენილი და რა გამოჩენაზეა ლაპარაკი, ადვოკატს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი, სასამართლოს შენობასთან ჩუმად ზუსტად ლაივის დროს გამოჩნდა კადრები და მაქვს ამის კადრები, როდესაც გამოვიდა ლაშა გოლუბიანი პირდაპირ სასამართლოს შენობიდან, ჩუმად იწერდნენ ლაშას საუბარს ჩვენთან. მოგზავნილი ყავდათ რამდენიმე პირი. ჩუმად იწერდნენ საუბარს. გაუთქმელობაზე აკაც ხელი მოწერილი, არსად არ აჟღერებს მნიშვნელოვან შიგნით რაც ხდება დეტალები, თქვა პროცესი, ამ ყველაფერს არსად არ აჟღერებს, ითვალისწინებს რაზეც აქვს ხელი მოწერილი იმ ყველაფერს, მაგრამ ჟურნალისტებს საერთოდ არ გაჩენიათ ამაზე პროტესტი და შეკითხვები პირდაპირ ჯაშუში, პირდაპირ რუსეთუმე, აქ უკვე პირდაპირ მხარეებად წარმოჩიდნენ, ნაცური ტელევიზია იქნებოდა თუ ქოცური მნიშვნელობა არ ქონდა ამას. მაგათი ობიექტურობა მანდ დამთავრდა ყველანაირად, ხო? კაც რატომ მომინათლე ადამიანი წინასწარ, როცა დამტკიცებული არ არის დანაშაული და რა დამტკიცებაზეა საუბარი, დაფარე ყველაფერი და მე მენდე სიტყვაზე დამიჯერეო მეუბნები, როდესაც კანონი მიიღე არ შემაგინო. ჯერ ეს კანონი ეხა მე არც არ შემეხება და არც შემხებია, იმიტომ რომ ჩემთვის ბილდ სიტყვაობა და ბულინგი და რაღაცა შეურაცხყოფელი საუბრები ეხა კარგად იცი არ მახასიათებს და არ არის ჩემი სტილი, მაგრამ აქ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე მიდის უფრო რა საქმე და ძალიან ცუდი ეს არის, იმიტომ რომ ყველა შეიძლება. მორგება შეუძლიათ ნებისმიერზე. ვინაც არ არის აი ამ ხელისუფლების და ელიტების მონამორჩილი და მათი მეხოთბე და მათი ყურმოჭრილი მონაპირდაპირ კვლავს გამტარებელი, რატომ? იმიტომ რომ სიტყვაობას ხა ვერც მე და ვერც შენ სხვა რესპონდენტებს ღმერთმა დაგვიპაროს, მაგრამ იქ საუბარი არა მარტო სიტყვაზე, იქ საუბარია ეგრეთ წოდებულ სიძულვილის ენაზე, ხო და ნებისმიერი რაღაც შეუძლია შეგიძლიათ სიძულვილის ენაში რა იგულისხმება არსად არ წერია და არსად არა განმარტებული, ხო? ამიტომ სანამ ეს განმარტებული არ არის სასახად თუ ვინ რას გულისხმობს აი ამ ორ სიტყვიან კომბინაციაში რაც ქვია სიძულვილის ენა, ნებისმიერი სახის განცხადება შეიძლება მონათონ მაგათ არ მოეწონებათ როგორც სიძულვილის ენა, რომ ვიღაცას არ მოეწონა, ამის გამო უკვე შენ აგდებ შუღლს ვიღაცებს შორის და ამიტომ შეიძლება დაგაჯარიმონ ან რაღაცა რუსეთუმეობა, როგორც ასე ვთქვათ, ბრალდება გულბარცლაც იმათ, როგორც ასე ვთქვათ პოზიცია, ადამიანის პოზიცია, მისი საგარეო ვექტორის ხედვა და მისი საგარეო ორიენტაცია, ხო? უკვე საკმარისი არის, როგორც ჩანს ჩვენი ხელისუფლებისთვის, ჯაშუშობის ძიმე ბრალდების, ასე ვთქვათ, წამოსაყენებლად და აი ამ ბრალდებით ადამიანის დასაჭერ და საკავებლად და უკვე რაღაცა წინა გამოძიების საკანში ჩაასმენად და მეორე მთელი პროცესების, აი ფრანც კავკას პროცესი რო წაგიკითხათ, ხო, აბსოლუტური პროცესი, ხო? იმაზე უარესი და ჩვენ ხედავთ რომ აი ეს ხდება ამა თუ იმ პიროვნების, საზოგადო ცნობილი პიროვნების, საზოგადო მოღვაწის, მწერალის და შემდეგ მწერლის
იდეოლოგიის, მისი აზრის და ამ აზრის ღიად გამოთქმის გამო. აბა რა არის სხვა რუსეთუმეობა, ხო? გულბაათის შემთხვევაში. ხო, ყველა შეიძლება ვიღაცას თუმეობა დააბრალონ რაღაცა მომენტში და ნახე ამ კანონმა ძალიან ბევრი რაღაც გამოაჩინა. შეიძლება ამერიკა თუმე იყოს, შეიძლება ევროპა თუმე იყოს და როცა ესე იგი თქვა შეიძლება გქონდეს რაღაც სხვა მომენტი დადგეს და თქვა გერმანიასთან გქონდეს პრობლემები, ვიღაცას გერმანია თუმეობის გამო დაიჭერმერე ხო და ეთქვი რომ გერმანიის აგენტი იყო ის ალბათ ხო? აი რა განსხვავება არის ხო? ანუ ესე იგი თუკი ჩვენ აღარ გვაქვს აღარ და დიდი ხანია არ გვაქვს მეც ვიტა უკვე ჩამოექცდა ნიღაბი არ შეიძლება არანაირი საუბარი არ არის სამართლებრივი სახელმწიფო სადაც სამართალი არსებობს როგორც მართლა ესე იგი რეალური ასე ვთქვათ იურიდიული ფორმა სამართლებრივი სახელმწიფო სადაც ადამიანს თავისი მოსაზრებების თავისი სიტყვის და გამოხატვის და თავისი ასე ვთქვათ პოლიტიკური თუ სხვა სახის შეხედულებების იდეოლოგიის და საგარეო ასე ვთქვათ ხედვების გამო არ ნათლავენ მტრად არ ნათლავენ აგენტად არ ნათლავენ ჯაშუშად და არ იჭერენ. აი ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო და სადაც ხდება ეს ყველაფერი რაც უნდა ხდება. ეს არის უკვე არასამართლებრივი სახელმწიფო, ეს არის ტოტალიტარული სახელმწიფო, ეს არის პოლიციური და ასე ვთქვათ საკუთარი მოქალაქეების დასჯაზე დამყარებული აი ამ შიშის და ტერორის ასე ვთქვათ ფსიქოლოგიური ტერორის და აი ამ ტერორზე დაფუძნებული ავტორიტარული ტიპის ვაი სახელმწიფო რომელიც მხოლოდ საკუთარი ელიტების, რაც მომჟდარები არიან, აი მათი ხელისუფლებაში ყოფნის და ძალაურების გახანგრძლივებას ემსახურება ყველა სხვა ინტერესების გაწვივის ხარჯზე და ფონზე. აი ეს არის ის რაც მიიღო საქართველოში. ეს არის დნო, ეს არის ფსკერი, რომლის იქითაც მე არ ვიცი რა. ისი ამ კანონმა ბევრი რაღაც გამოაჩინა. ოცნების სუსტი მხარეებით, რა თქმა უნდა, მაგრამ ქართველის გასაჭირში იუმორის დონეც გამოაჩინა. ისე შემოუტრიალეს ეს კანონი ცოტა ხანში ქებადიდებასაც აკრძალავენ, იმიტომ რომ კანონში ხვრელები იპოვესო ამ ფორმულირებას გააკეთებენ და ქებადიდებასაც აკრძალავენ. სადღაც ეგ პლუსიც არის, ეს ერთი. მეორე, იცი რა დავინახე? ნაცვლად დავინახე კლავიატურის ლომები, რომლებიც გულის მოფხანვის რეჟიმში იყვნენ და გინება, ფურთხება, ბულინგით იყვნენ დაკავებულები, რაღაც სტოპებს აკეთებენ და თურმე ჯარიმის შიშით უკვე ლომები აღარ არიან და კატისკნავილზე გადავიდნენ, ეგ ცალკე კატასტროფა. ლუსტრაცია მოახდინა ბევრი რამის, ძალიან ცუდია ეს კანონი და საშინელი კანონი მიიღეს მართლა, მაგრამ ბევრი ვიღაცის რეალური სახეც გამოაჩინა ამ კანონმა და მე არც ერთი რეჟიმი არ არის მუდმივი და ეს ამბები გამოაჩენს უბრალოდ რეალურად იმ ადამიანების სახეებს, ვინც ეს რაღაცაში უნდა შეგეპასუხო, იმიტომ რომ ბევრჯერ ხაშურის მეც ხშირად დამიკომენტარა ხახმა, რომ ძალიან კარგია ეს კანონი, რომ თუ კი ეს კანონი ვთქვათ ბილწიტყვაობას და გინებას შეაჩერებს, რატომაც არა და ჯერ ერთი მოდი დავწყოთ იმით, რომ ეს კანონი არანაირი კანონზე არა საუბარი და არანაირი ახალი კანონი კანონმდებელს არ მიუღია. რატო ვსაუბრობთ კანონზე? შეიქმნა ელემენტარულად შეიქმნა უწყება ყოველგვარი კანონმდებლობის რაღაც ახალი კანონის კანონი მიიღება პარლამენტში. არანაირი კანონი პარლამენტს არ მიუღია აი ამ უწყებასთან კროლის უწყებაში. არა, კანონები ყველა დარჩა ძველი ძალაში, მათ შორის აქამდეც არსებობდა კანონის შეურაცხყოფაზე და ნებისმიერ ადამიანს შეეძლო ეჩივლა თუ კი მას ვინმე იაყენა შეურაცხყოფა როგორც პირადად, ასევე საჯარო, ასევე ვირტუალურ სივრცეში, უბრალოდ ბევრს ეზარებოდა და ბევრი მაგაზე თვითონ არჩიოდა, ხო? ელემენტარულად შეიქმნა ახალი ორგანო, რომელიც თვითონ უკვე და საკუთარი ინიციატივიდან გამომდინარე იწყებს სკროლვას და მას და სერჩვას და აი იმის გამოძიებას თუ ვინ რა თქვა და ვინ რა ესე იგი რა ქვია მას ვინ რა ბილწიტყვაობა თუ რაღაცა სხვა სიძულვის ენის გადაცემა ჩაიდინა ყოველგვარი მომჩივანის გარეშე უკვე სახელმწიფო მიიღო თავის თავზე ფუნქცია ვისაც უნდა იმას უჩივლოს. აი ესაა ახალი, თორე კანონი კი არაფერი არ მიუღიათ ამისთვის. არანაირი კანონი არ მიუღიათ. უბრალოდ შექმნა ახალი უწყება და ახალი ორგანო, რომელიც იქნება რეპრესიული თავის სახით და იქნება რეპრესიული უპირველეს ყოვლისა რეჟიმის მოწინააღმდეგეთან მიმართ. ხო, ჩვეულებრივი გასაგები ამბავია, თო ცოტა ხანში მიიღებენ კანონს კი არ მიიღებენ, შექმნა ალბათ საკე სამინისტროს, როგორც იქნება გადათ იყო ხო იქ რა ქვია სიზმარაში რო არის ძილის მინისტრი გვეყოლება რომელიც სიზმრებს გააკონტროლებს ხო და რაღაცა ცუდი რო დაგესიზმრება მაგას რო არ მოეწონება თუ რაღაცა შეიძლება იყოს რაღაცა სკანირება ტვინის რომ აი ხახს რა ესიზმრება ღამით იმიტომ რომ დღისით ვეღარ გვაგინებენ
და აბა სიზმარში ხო არ ოცნებობენ ჩვენს ამოყირავებაზე, ჩვენს ჩამოგდებაზე, სხვების მოყვანაზე, ან სიზმარში ხო არ გვაგინებენ, ხო? ახლა Facebook-ზე ხო შეიძლება თქვათ ვიღარ გააკონტროლონ და ალბათ იქნება რაღაცა სიზმრის მინისტრი და სიზმარში ვარ ძილის მინისტრი რომ აქვს სიზმრები მე აი ამის ომის მინისტრის სიზმრები, ჭამის მინისტრი, ყველა რო ისა რა ქვია ერთი ადგილი უნდა. აი რაღაც ამ დაგვარს მოიფიქრებს ბატონი ბიძინა რომ სიზმარშიც კი ვერავინ გაბედოს რამე ისეთი არასასრულის დასიზმრება რომ აი ამ ჩვენს ღმერთებს არაფერი მიადგეთ შთილი და არ შეწუხდნენ როგორმე რა ჩვენი არსებობით, ჩვენი სუნთქვით, ჩვენი აზრებით, ჩვენი ფიქრებით, ჩვენი გინებებით თუ ჩვენი არაგინებებით, ანუ მე სხვა სახის კრიტიკებით, ხო? არა, ყველაფრით აბსოლუტურად რა. ხო? აი არ ვიცი, ასეთი დისტოპიის და ასეთი უტოპიის პირობებში აცხოვრებენ აი ხალხს და აი ამ ხალხის ბრალია ხალხო, რა უნდა თქვათ, აბა ესე იგი, როგორ თქვა, სანამ თქვენ მაინც მიდიხართ ამათ არჩევნებზე და ხმა კობა ხმა სანამ თქვენ მაინც ამათ დაძახებულზე მიდიხართ და მათ პარტიებს და მათ ასე ვთქვათ პოლიტიკურ სისტემას არჩევნებში აძლევთ ხმებს, სულეთია რომელი პარტიასაც უნდა მიცათ ხმა მაგათ დანიშნულ არჩევნებზე, მანამდე აპრავებთ და ამართლებთ აი ამ სისტემას და მე ისე გადაიწერეთ განაწილებენ ახებს როგორც მათ გაუხარდებათ, როგორც საკამდე იქნება და თქვენ რომ აი აგიდეთ ხალხმა ვაგვირჩია, ხალხმა მოგცა ლეგიტიმაცია. და სანამ თქვენ ამას აგრძელებთ ხალხო, მანამდე ამისის და უარესის ღირსებიც ხართ, რასაც გიკეთებთ, რაც გაკეთებთ კიდევ მომავალში ესენი ეს ჩვენი ეგრეთებული ელიტები და აი რა თუ გაიგონებთ და დაიჯერებთ, საერთოდ უნდა ერთხელ და სამუდამოდ გამოუცხადოთ ბოიკოტი ამ სისტემას და ადამიანი უნდა მივიდეს არჩევნებში, უბრალოდ ღირსებიდან და საკუთარ თავის პატივისცემიდან გამომდინარე ამათ დანიშნულ და დაძახებულ არჩევნებში არც ერთი თავის პატივისცემელი ღირსეული ქართველი არ უნდა დადიოდეს და არ უნდა ღებულობდეს ამ ფარში მონაწილეობას, სანამ ამ ფარში აგრძელეთ მონაწილეობას ვიღას, მანამდე იქნება ასეთი პროცესები, იქნება ასეთი აბსურდული რაღაც ახალი უწყებები და იქნება სხვა სახის რეპრესიები თქვენს წინააღმდეგ და თქვენი ოჯახების წევრების წინააღმდეგ. კობა, ძალიან დიდი მადლობა. უმრობისთვის მაქსიმალური თემები ამოვწურეთ. მშვიდობიან საღამო მინდა გისურვო. მომდევნო პარასკევს ალბათ უკვე შენს ქალაქში იქნები და თემებიც მანამდე დაგროვდება და ბევრად უფრო დიდხნიან ლაივსაც გავაკეთებთ.